თუ შენ დაიბადე 9 რიცხვში ან 27 რიცხვში, მაშინ ძალიან ღრმა ადამიანი ხარ, ძველი სული ხარ და ყველაფერს ჩაწვდი ბოლომდე, გამოიკულიე, გიყვარს სიღრმეები, ძიება, რასაც ფესვი აქვს. ყველაფერი მსგავსი საქმიანობა აუცილებლად გჭირდება შენი სივრცე, შენი ოთახი, შენი კუთხე, შენი კომფორტის ზონა და გაითვალისწინე ეს ეცადე რომ მარტოობის გესწრაფვა გექნება, მაგრამ ეცადე რომ კომუნიკაცია გქონდეს საზოგადოებასთან, ადამიანთან და ეს მარტოობის кайფი მოიწყო რაღაცა პერიოდი შენი საქმიანობის დროს, მაგალითად, ხო, რაღაცა შენი ჰობის კეთების დროს. თუ შენ დაიბადე 10 რიცხვში, 28 რიცხვში, მაშინ ძალიან უნდა გაითვალისწინო ერთი რამ. აბსოლუტურად შენი ცხოვრება რადიკალურ შესაძლებლობას გაძლევს ამ დროს ცხოვრება. ან ძალიან ბედნიერები არიან ამ რიცხვში დაბადებული ადამიანები, ან საშინლად უბედურები. ოღონდ ორივე მართავს შენ, ერთსაც და მეორესაც. მაგალითად, თუ შენ იქნები კარგ ხასიათზე, მხიარული, პოზიტიური, იმედიანი, ახალ და ახალ, არ ვიცი, აი სასწაულები მოხდება შენ ცხოვრებაში, მიიღებ სამყაროდან საჩუქრებს, ბედი გიწყალობებს, გაგიღიმებს, ფორტუნა შენთან იქნება, მაგრამ შენ თუ იქნები პესიმისტი, არ მჯერა, როგორანაირად, უიმედოდ, მოგუშული და მძიმე ცხოვრება აქვთ ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს, მხოლოდ ამის გამო. თუ შენ დაიბადე 11 რიცხვში ან 29 რიცხვში, მაშინ შენში არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი ენერგია და აუცილებლად პროფესიონალურად შეიძლება არა, მაგრამ დაკავდი ისეთი სპორტით, ისეთი აქტივობით, რომ გამოხარჯო ენერგია და აუცილებელი არის 11-იანებისთვის, აი ხაზგასმით აუცილებელია ყველა ნიშნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით 11-იანებისთვის, რომ თავი იპოვონ იქ, სადაც მათი ადგილია, პროფესიულად გულისხმობ და ზოგადად, თორემ ესეთი ინდიკატორი აქვს 11-იანებს და 29-ებს ემატებათ წონა. მაშინ ვიხდები, რომ ეს იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. არ არის თავის კომფორტის ზონაში, მაშინვე ეს აისახება წონაზე და მეტი ენერგიის გამოხარჯვა, მეტი ენერგიის გამოხარჯვა. ბოლოს და ბოლოს იცეკვეთ, ირბინეთ, იხდუნავით, გამოხარჯეთ ენერგია, ასევე წლევების პრობლემა რო არ გქონდეთ, მით უფრო მაგიტო. თუ თქვენ დაიბადეთ 12 რიცხვში და 12 რიცხვში, ხო, თუ თქვენ დაიბადეთ 12 რიცხვში, მაშინ ეცადეთ აუცილებლად, რომ არ გახდეთ მსხვერპლი. მიზიდულობა გაქვთ ამისი, რომ მსხვერპლად იგრძნოთ თავი, არა. თქვენი მისი არის მსახურება, მაგრამ არა მსხვერპლად შეწირვა. მსახურება ძალიან დიდი მისიაა და იცოდეთ, რომ რასაც გააკეთებ, ყველაფერს აქვს თავისი ფასი და აიღეთ ანაზღაურება. ეს სირცხვილი არ არის, 12-იანებს უჭირთ უარის თქმა, ფულის აღება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ისწავლოთ თქვენ. ძალიან კრეატიული ადამიანები ხართ, შემოქმედი ადამიანები ხართ და გადაისროლ თქვენ ძალა და ენერგია ამაში. თუ თქვენ დაიბადეთ 13 რიცხვში, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ სამყაროში არის ყველაფერი ციკლური და ყველაფერი რაც კი მთავრდება, იქვე იბადება და იწყება ახალი, ეს სულ უნდა გახსოვდეთ. გექნებათ ესეთი ბევრი ციკლური სიტუაცია ცხოვრებაში და არ დაყაროთ ფარხმალი, იცოდეთ, რომ დაკარგეთ სიყვარული, უკეთესი სიყვარული მოვა, დაკარგეთ სამსახური, უკეთესი სამსახური მოვა. იცოდეთ, სულ გწამდეთ, სულ გჯეროდეთ, რომ სადაც მთავრდება, იქ იბადება, სადაც კვდება რამე, იქ იბადება ახალი სიცოცხლე. თუ თქვენ დაიბადეთ 14 რიცხვში, თქვენი ხასიათი ბუნება არის ძალიან
მეგობრული თბილი და თქვენი მისიაა რომ დაეხმაროთ ადამიანებს. აი, ასე ვთქვათ, ანგელოზობრივი მეგობრული თბილი ენერგია ტრიალებს თქვენში და ამის შესაძლებლობა და ამის რესურსი გაქვთ, რომ იყოთ დამხმარე ადამიანებისათვის. გაგრძელება იქნება. თუ თქვენ გსურთ ბედის მატრიცის შესწავლა, ახალ აიწყება კურსი და ძირფესვიანად შეგასწავლით ბედის მატრიცის მეცნიერებას. გელოდებით.